როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა? თითქოს და ესეთი მარტივი შეკითხვა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ამის შესახებ არ იცის. და ის დაჩვეულია კვების გარკვეულ წესს, ბავშვობიდან, შეიძლება ოჯახიდან, იმიტომ რომ ადრე ცოტა სხვა წარმოდგენები იყო ამ კვებაზე და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ჰგონია, რომ ის როგორც ის იკვებება, ეს არის ნორმალური. და როდესაც იგებს რა არის სწორი კვება, დაბალანსებული კვება, ის თulis რომ ეს არის დიეტა და ეს არის შეზღუდვა, შეიძლება მან დაიცვას ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაიკლებს წონაში და შემდეგ ისევ იწყებს ძველებურ არასწორ კვებას. და ანუ ადამიანის წარმოდგენაში ამ დროს არის ესე, რომ მე რასაც ვიკვებებოდი, სულ მთელი ცხოვრება ეს არის ნორმალური, მაგრამ აი ეს არის დიეტა. ამ დროს პირიქით. აი ის სწორი კვება არის. ის დიეტა ეგრეთ წოდებული არის სწორი კვება, ხოლო შენ რასაც იკვებებოდი და როგორც აკეთებთ, ის არასწორი კვება, რომელსაც შენ იმდენად დაეჩვიე, რომ გონია, რომ ეს არის ცხოვრების ნორმა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითავისოთ ეს მომენტი. ხშირად გამიგია, რომ აი დიეტაზე ვიყავი, 5 კილო დავიკელი, მაგრამ მე რო აღარ ვიყავი დიეტაზე, ის ძველებურ კვებას დაუბრუნდა და მოიმატა 10 კილო. რასაკვირველია მოიმატებ, იმიტომ რომ ის კვება, რომელსაც დაჩვეული იყავი, არ არის სწორი. და სწორ კვებაზე რო იყავი, დაკორექტირდა წონა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში დაიწყო დაკორექტირება, მაგრამ შემდეგ, როდესაც შენ ის მიატოვე და დაიწყე გადადი ძველებურ არასწორ კვებაზე, რასაკვირველია მოიმატებ წონაში. და აქ გასაკვირი არაფერი არაა. აი იგივე გამიგია, არის ესეთი ინექციები ოზემპიკის, იცით, რომელსაც ხმარობენ შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სამკურნალოდ გარკვეულ სიტუაციებში. ამას ნიშნავენ ენდოკრინოლოგები, მაგრამ დღეს თანამედროვე მსოფლიოში გამოიყენება, ძალიან ფართოდ გამოიყენება სიმსუქნის სამკურნალოდ. უბრალოდ ზოგჯერ არის პრობლემა იმაში, რომ ოზემპიკ შეიძლება გქონდეს გარკვეული უკუჩვენებები და მკაცრი უკუჩვენებები, თქვათ, სუბუქი უკუჩვენებები დასაშვებია ჩემი აზრით, მაგრამ აი მკაცრი უკუჩვენებები როცა არის, თუ ვერ ხდება მისი მიღება, ამ შემთხვევაში უკვე რასაკვირველია, ოპერაციაც არ არის კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გზა თუ არ არის, ესე ვთქვათ, ორი უარესიდან უკეთესი ესეც ჯობია. ოზემპიკსაც ხშირად გამიგია ესეთი წამიკითხავს მომისმენია, რომ აი მე მაგალითად ოზემპიკს ვიკეთებდი, დავიკელი 10 კილო და თუ 20 კილო დავიკელი და მე როცა მივატოვე ოზემპიკი, მოვიმატე 30 კილო. და რა ცუდია ოზემპიკი, რა საშინელებაა და ასე შემდეგ. რასაკვირველია მოიმატებ, იმიტომ რომ ოზემპიკი რა პრეპარატია? ეს არის პრეპარატი, რომელიც შენ გითრგუნავს მადას, არ გინდა ჭამა, ძალიან მალე ნაყრდები და აქედან გამომდინარე ჭამ ძალიან ცოტას. და ამიტომ იკლებ წონაში. როცა ოზემპიკი მიატოვე, თავისთავად ისევ მოგინდა ჭამა, მადა განახლდა და ჭამ ბევრს. ანუ იმატებ ბევრი ჭამისგან. იგივეა, როდესაც კეთდება კუჭის ოპერაცია, ხო? ამოკვეთა ხდება კუჭის ნაწილის, ნაწლავის და ამის ხარჯზე უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჭამ დიდ ულუფებს, ჭამ ცოტას. აი ვერ ჭამ ბევრს. აი თქვენ ისიც გაგიგიათ, რომ გაიკეთა კუჭის ოპერაცია და მოიმატა, თავიდან კი დაიკლო, მაგრამ მე ისევ მოიმატა. ისევ იმიტომ მოიმატა, რომ მე დააჩვია ორგანიზმი კიდე მეტი და ნელა-ნელა გაზარდა ეს ულუფები, ესე ვთქვათ, ყოველდღიური და ისევ მოიმატა წონაში. ამიტომ ყველანაირი დიეტა იქნება ეს ჩარევა ესეთი, როგორიცაა ოპერაცია, ვთქვათ, კუჭის ოპერაცია. იქნება ეს ოზემპიკი და მისი მსგავსი პრეპარატები, რომელიც მადას აქვეითებს. ყველაფერი ეს არის მიმართული იმისკენ საბოლოო ჯამში, რომ ჭამო ნაკლები. უბრალოდ ჩვენ ვარჩევთ
ხო, ექიმი, ამ შემთხვევაში გულისხმობა ექიმი და პაციენტთან ერთად თავისთავად შეარჩევს იმ საშუალებას, იქნება ეს დიეტა, ანუ სწორი კვება, რაღაცა წესის სწორი კვების გარკვეული, იქნება ეს, თქვათ, პრეპარატი, მედიკამენტი, იქნება ეს კუჭის ოპერაცია, უკვე როცა ძალიან დიდ წონებზეა საუბარი, იმის მიხედვით, თუ რომელი იქნება აი ამ კონკრეტულ თქვენს ინდივიდუალურ შემთხვევაში მისაღები და ყველაზე ნაკლებად საზიანო და მეტად ეფექტური.